ცხადია, ცოტა რთულია ასეთი არაადეკვატური ადამიანების ქმედებების კომენტირება, მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან და მით უმეტეს ამ ადამიანების თავში კიდე ერთი ახირებული კაცი ზის ბიძინა ივანიშვილის სახით. ახლა ლოგიკური აზროვნება და ლოგიკური ბმა პროცესები ცოტა რთულია. მაგრამ ახლა მივყვეთ იმას, როგორც არის. საბრალო მდგომარეობა უფრო არის მამუკა მდინარაძის თავს, ვიდრე ახლა დაწინაურებები მისი გენერლობიდან თუ რაღაცებიდან დაწყებული გახსოვთ ხო, რაღაცა რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე ჩინი რომ მიანიჭეს და მე რა ვიცი, საკუთარი კაბინეტიც არ ქონდა და ახლა საერთოდ ჩამოაშორეს ძალოვან სტრუქტურებს და რა ვიცი რეგიონებში გადაიყვანეს. არ თვითონაც რა არის ეს გადაიყვანეს. დიდი ალბათობით მე როგორც ხედავ ეს არის ძალიან სერიოზული მცდელობა კობახიძის რომ რაღაცნაირად რაღაც ადგილი მიუჩინოს თავის მეგობარს და ძმაკაცს, თორე მიმაჩნია და ვფიქრობ რომ ალბათ ის თვალში აღარ მოსდის ბიძინა ივანიშვილს. ასე ხდება ხოლმე. მდინარაძე არ ვიცი რა დააშავა, ან დააშავა თუ არა, ან რაშია შემჩნეული 1000 ჭორი უცელდება, მაგრამ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა, როგორც ჩანს კობახიძეს ის ძალიან სჭირდება და ასე ძალიან წვალობს და აწვალებს ამ მდინარაძესაც და საბოლოო ჯამში ცოტა კომიკური და ცოტა საბრალო მდგომარეობა არის შექმნილი. ახლა რა უნდა გააკეთოს, ხო ვერაფერს ვერ გააკეთებს, როგორც იქ ვერაფერი ვერ გააკეთა, რაღაც კოორდინაცია რო ჩაბარდა და ახლობთ ასეთივე სიტუაცია იქნება, მით უმეტეს ჯერ არც მაშინ შეუქმნეს სამინისტრო და არც ახლა ასწრებენ ხოლმე მის თანამდებობებს, ესიც ძალიან კომიკურია, მაგრამ ცოტა უფრო სიღრმეში რომ შევიდეთ, მე ვხედავ რომ ცოტა გაუცხოება შეიძლება არის კობახიძის და მისი გუნდის მიმართ და უნდობლობა შემოეპარა ალბათ ბიძინა ივანიშვილს. რა შეიძლება იყოს მიზეზი? დავასრულებ და გეტყვით ახლავე. მოძლიერება და უფრო მეტად გაძლიერებდა ძალაუფლებების ხელში ჩაგდების სურვილი და წყურვილი კობახიძის და მისი გუნდის მხრიდან. ეს ერთი და მერეც მეორე, მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ მას შესაძლოა იმედი აქვს გარეთ და გულისხმობ რუსეთს, არ გულისხმობ ევროპულ ქვეყნებს, გულისხმობ რუსეთს, გარე ძალების მხარდაჭერის. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ თავიდან ბოლომდე ჩაკეტა კობახიძის და მისი გუნდისთვის ძალოვანი ბლოკი ბიძინა ივანიშვილმა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. იცით ხო, ახლა რომ ყველა ესეთ პოზიციაზე ბიძინა ივანიშვილისთვის პრინციპულ და მნიშვნელოვან პოზიციაზე და გულისხმობ ეს არის სუსი, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, არიან მისი კადრები. შემთხვევითი არ არის, რომ მისი დაცვის ყოფილი წევრი ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაამწესა და იქ ვითარებაში ასწავლინა და როგორც ვიცი, ახლა გადაიყვანა სუსში და როგორც ჩანს ეს არ იქნება ბოლო ცვლილება მასთან დაკავშირებით. დაახლოებით გომელაურის ვარიანტია, გახსოვთ როგორც იყო გომელაურის შემთხვევაშიც. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის რომ საკვანძო პოზიციების გაკონტროლებას ახორციელებდეს სრულად და არ მიუწვდებოდეს ხელი ამაზე კობახიძეს. რატომ შეიძლება ეს იყოს, ხო, მნიშვნელოვანი? ახლა თუ თქვათ, ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ხო მაინც მისი ხელის ბიჭები არიან ეს კობახიძე და დანარჩენები, მაშინ რატო უნდა გქონდეს შფოთვები ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ როგორც ჩანს, შფოთვები გაუჩნდა და არც თუ ისე უსაფუძვლოა ეს შფოთვები. ბევრი მიზეზი და გარემოება არის, მათ შორის ის რომ ძალიან შეერყა ავტორიტეტი, ის რომ მისი ძალაუფლება ძალიან შერყეულია, მისი ნდობა როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ აღარ არსებობს. მას შეიძლება ქონდა ადრე წარმოდგენები რომ ჭარბით ნდობით სარგებლობდა, მაგრამ ახლა ალბათ გაუსწორა რეალობას თვალი და ფიქრობს რომ ძალიან ცოტა ადამიანი უჭერს მას უკვე მხარს და კობახიძეზე და მის გუნდზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ვეძებ და მის მხარდამჭერებს ვერ პოულობ. ამიტომ მე ვფიქრობ რომ შიგნით არ უნდა იყოს მთლად მშვიდად და დაალაგებულად საქმე. ამას ემატება ისიც რომ გაცხოველებული ნადირობა და გავეშებული ნადირობა აქვს გამოცხადებული განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე, რაც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ
ჩვენ მცირე ტექნიკური ხარვეზი გვაქვს და დაუბრუნდებითანი მიროტაძეს, რომელიც საუბრობს დღის ამბების პირდაპირ ეთერში. აგიბრუნდით. დიახ. ასე რომ ნახეთ მე ვფიქრობ რომ შიგნითაც არ უნდა იყოს დალაგებული ვითარება ამაზე მოწმობს ის გავეშებული ბრძოლა განსხვავებული აზრის და პროტესტში მონაწილე ადამიანების წინააღმდეგ რასაც ახორციელებს ეს ხელისუფლება დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებით რას უშვებიან ადამიანებს და საერთოდ რა ხდება ეს განსხვავებული აზრისთვის რაღაცა Facebook პოსტებისთვის და ასე შემდეგ ადამიანებს ციხეში უშვებენ 21 საუკუნეში იმ ქვეყანაში რომელსაც პრეტენზია აქვს რომ დემოკრატიული ქვეყანა ხო ნუ არაფერი მსგავსი უკვე ამ ხელისუფლებას დემოკრატიასთან აღარ აკავშირებს ამიტომ მე მგონია რომ ეს შიშები არის მათი ეს შიდა შიშები გამოხატული არის ქმედებებში და ამის რამდენიმე მიზეზი უკვე ჩამოთვალე ასევე ძალიან საინტერესო არის ისიც რომ ბიძინა ივანიშვილს ალბათ ძალიან სერიოზულად უკვე უწევს ფიქრი იმაზე რა უქნას კობახიძის და მის გუნდს თუ ისინი უმაზე მეტად მოძლიერდებიან თქვათ ვიდრე მას წარმოუდგენია შესაძლოა ის წარმოადგენდეს უკვე ბიძინა ივანიშვილისთვის ხიფაც აქვე ისიც ძალიან საინტერესოა რომ პრაქტიკულად ივანიშვილს თავის გუნდი არ ყავს ახლა რომ გადავხედოთ როგორც აღმასრულებელ ესე საკანონმდებლო ხელისუფლებას თუ არ ჩავთვლით ძალოვან ბლოკს და უბრალოდ თუ უფრო კაფეო თუ ვიქნები პოლიტიკური გუნდი არ ყავს პოლიტიკური ნაწილი აი მაგალითად თუ ბევრი ალბათ თუ კარგად ცუდი თუ კარგი მაგალითად ღარიბაშვილის დროს ითვლებოდა რომ მას ყავდა ეს გუნდი და ღარიბაშვილი მაინც მისი გუნდის წევრი იყო ახლა ეს ასე არ არის ამიტომ რაც დაემართა ბიძინა ივანიშვილს დაემართა და ნამდვილად დაემართა ბევრი რაღაცის გამო ამიტომ ის ახლა მშვიდად ვერ არის. ეს საკადრო ცვლილებები მგონია რომ გაგრძელდება. ასევე მგონია რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციები შეიძლება გახდეს ცნობილი თუ ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის რომ კიდევ უფრო მეტი ძალის ჩვენება არის საჭირო არ გამოურიცხავ რომ ხმაურიანი დაჭერებიც იყოს იმიტომ რომ სხვანაირად ის ვერ მოახერხებს მართვას ვერც თქვათ საკუთარი გუნდის და ზოგადად პროცესების მართვას ამიტომ ნახეთ მე არ ვიცი არ ვარ დარწმუნებული რომ კობახიძეს გავლენიანი მფარველები ყავს რუსეთში, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუ რუსეთს დასჭირდება ალტერნატიული ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა, შესაძლოა განიხილავდეს კობახიძეს. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ჩვენ კიდევ შეიძლება ვიხილოთ სხვადასხვა გადაადგილებები ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფო გუნდში. კი ბატონო, კობახიძის მოძლიერების ამბავი, ანუ რუსეთზე არის დამოკიდებული ანა თქვენ. აბა რაზე უნდა იყოს დამოკიდებული ანუ არ ვიცი, მე თქვენ გეკითხებით. ხო და მეც პასუხობ თქვენ კითხვაზე პასუხი, რაზე უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რომ მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში, რამე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, რაიმე ბიოგრაფია აქვს საერთოდ, იდეები აქვს ამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, აი მაგალითად პერსპექტივას რუსეთს თუ ხავს ივანიშვილი დამატებით კობახიძე რაში სჭირდება? თუ დავასრულებ, იქნებ დასჭირდეს, იქნებ ალტერნატივა, იქნებ ბიძინა ივანიშვილის უფრო ეფექტურად მართვისთვის არის საჭირო. აბა რა არის? თქვენ როგორ გონიათ, ეხლა რომ რუსეთი არ გააკეთებს, ყველაფერს არ დააზღვევს, ყველაფერს საქართველოსთან დაკავშირებით ცხადია დააზღვევს. ჩვენ ეხლა არ ვიცით, რომ აი ადამიანებს ვინც ვიბრძვით ამ ხელისუფლების წინააღმდეგ რეალურად რუსული რეჟიმი გვექვის, ხო ვიცით რომ ეს ასეა, ხო ვიცით რომ ხელწერა რუსულია და რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს გადაეფარონ იმიტომ რომ კობახიძეს გადაეფარონ და რაც შეიძლება დიდხანს ახდენილი ოცნებების გამაში იყოს კობახიძე და მისი გუნდით ხო არა ხო ცხადია აქ გათვლა უფრო დიდია ქვეყნის ინტერესებს უკავშირდება ეს ამბავი და ბუნებრივია ის ყველაფერს დააზღვევს რუსეთი რომელიც მას გარანტიას მისცემს რომ უფრო აქტიურად უფრო ეფექტურად ინტეგრირდეს რუსეთთან საქართველო ცხადია თუ რა ვიცი ეს მათი ნაცადი ხერხია ახლა კი არ ხდება პირველად ადრეც ასე იყო სხვათა შორის შევარდნაძის დროსაც ასე იყო რომ ის მუდმივად თავის დასაყრდენს ეძებდა ხოლმე და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში ამიტომ იცით როგორი ამბავია რომ ბუნებრივია ხო კობახიძეს ეხა
აქვს სჭირდება მხარდამჭერ კი არა აი ვინმე ვინც უზრუნველყოფს მის ხელისუფლებაში დარჩენას დიდი ხნით იქიდან გამომდინარე რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს მოძლიერებული მისი ხელის ბიჭები და ამის ბევრი გამოცდილება გვაქვს რამდენი პრემიერ-მინისტრი გაუშვა ხო და როგორ გაუშვა ზოგი როგორ ну ბუნებრივია მან იცოდეს რომ ის არ არის რჩეული და ბედისმიერი ისიც ისეთივე ხელის ბიჭია ბიძინა ივანიშვილისთვის როგორც წინა დანარჩენები ამიტომ მან უნდა იცოდეს რომ რაღაცა დამატებითი დამცავი მექანიზმები გამოიყენოს სად შეიძლება იპოვოს ეს დამცავი მექანიზმი განვითარებულ ქვეყნებში და დემოკრატიულ ქვეყნებში ბუნებრივია არა ახლა სადაც დადის ხედავთ ხო ხან ჩინეთში დადის ხან ტაჯიკეთში დადის ხან სად დადის ხან ირანში დადის და ხან სად დადის რუსეთში ვერ ბედავს ასე ღიად წასვლას თორე თქვენ გონიათ არ წავა მაგრამ მოვადრო და წავა თუ ამის აუცილებლობა დადგება ეს არის ფაქტი და რეალობა ამიტომ ახლა ჩვენ მუდმივად იმაზე რომ ვილაპარაკოთ რომ აი ძლიერია ეს ხელისუფლება არაფერი ძლიერი არ არის არაფერზე არ დგას და იმიტომ საერთოდ არაფერზე არ დგას თუ არ გავითვალისწინებთ იმას რომ მუდმივად უნდათ ჩვენი ადამიანებზე ზეწოლით უამრავი მექანიზმის გამოყენებით კანონების რაღაცა საშინელი კანონების მიღებით და კიდევ უფრო მეტი ზეწოლის მექანიზმის შემოღებით აკონტროლონ ამ ქვეყანაში ვითარება და ვისი იმედით და რისი იმედით ბუნებრივია რომ რატომ არის რომ გაფართოებული თვალებით უყურებენ რუსეთ-უკრაინის ომს რატომ ხდება რომ საერთოდ ეზიზღებათ უკრაინელები რატომ ხდება ეს იმიტომ რომ ფიქრობენ რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლოა დაკავშირებული იყოს აი ამ პროცესებთან და ბუნებრივია არის იმიტომ რომ თუ სუსტდება რუსეთი ეს ნიშნავს იმას რომ იმარჯვებს საქართველო და საქართველო იმარჯვებს მაგრამ ვერ იმარჯვებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება რუსეთთან ერთად მარცხდება ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ვინმეს მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს და არც კობახიძეს და მის რა თქმა უნდა არ უნდა რუსეთის დამარცხება და საერთოდ არ ფიქრობენ საქართველოს გამარჯვებაზე, იმიტომ რომ საერთოდ არ იციან ეს რა ცნებაა. სამშობლოს გამარჯვება რას ნიშნავს არ იციან, ვინაიდან მათ იციან მათი პირადი ინტერესები. და პირადი ინტერესებში საქართველოს კეთილდღეობა როგორც ჩანს არ შედის. კი ბატონო. ანი, რას გვეტყვით თიკარუხაძესთან დაკავშირებით? ოფიციალურ მიზეზად თქვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაო, მაგრამ გარკვეული საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის რაღაც არადამაჯერებლად გამოიყურება ეს. ალბათ დაასწრო, ვიდრე დაიბარებდნენ პროკურატურაში, როგორც ჩანს, არ ვიცი სად შედგა ეს საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს ის დაიბარეს და უთხრეს, რომ ორი გზა არის. გზა, რომელიც მიდის პროკურატურისკენ და გზა, რომელიც მიდის სახლისკენ. თიკარუხაძემ როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ გზა სახლისკენ ურჩევნია. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ სახლში რო წავა მშვიდად იქნება. გააჩნია რა кейსები დევს პროკურატურაში და გააჩნია თუ დევს არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, როგორც ინფორმაციები ვრცელდება, არის გარკვეული კითხვები მასთან დაკავშირებით. მათ შორის გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით, ну ვიცით ეხა ხო რაღაცებს, თუმცა მე არაფერს არ ვამტკიცებ, მართლა ძალიან რთულია, როდესაც არაფერი ინფორმაცია არ გაქვს, მაგრამ ვინაიდან შინაარსი ბუნება და ხასიათი ვიცი ამ ხელისუფლების და მისი თითოეული წევრის, ანუ რაც იზიდავთ და რაც არის მათი ხელისუფლებაში ყოფნის ძირითადი мотиваცია და მიზეზი ეს არის პირადი გამორჩენა და გონია რომ გამონაკლისები უკვე აღარ არსებობენ ამ ხელისუფლებაში არის არ ვიცი თქვენ ერთგვარი შეგიძლიათ მაინც მითხრათ რომელსაც შესაძლოა ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ მაგრამ აი რაღაც თავის იდეური ის აქვს ხელისუფლებაში არის მაგრამ თავის იდეები აქვს მე ასეთი ადამიანი მართლა არ მეგულება აი რამდენი ხანია ვფიქრობ ვინ შეიძლება იყოს ასეთი ან თუნდაც ოპონირება რომ ღირდეს მასთან არ არიან ასეთი ადამიანები და ბუნებრივია დარჩენილი არის ამ კატეგორიის ადამიანები, ამ ხალხი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხო, ხელისუფლებაში უნდა იყვნენ, ხო, ძალაუფლება უნდა გამოიყენონ პირადი გამორჩენისთვის, პირადი კეთილდღეობისთვის და ნუ რა ვიცი, აი ესეთი კომფორტული ცხოვრებისთვის და თქვა კომფორტული მომავლის შექმნისთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამას მოახერხებენ. ნუ დროებით ყველაფერი ხდება, მაგრამ საკუთრივ ჯამში მოახერხებენ თუ არა, არ ვიცი. რაც შეეხება თუ ავად არის ეხლა რა ვიცი ჯანმრთელობას უსურვებ ყველა ადამიანს მარტო თიკარუხაძეს კი არა მაგრამ მე ვფიქრობ რომ თიკარუხაძემაც და დანარჩენებაც ზოგადად ყველამ უნდა იფიქროს რომ ამ ქვეყანაში ეს ქვეყანა უნდა იყოს ჯანსაღი და ეს ქვეყანა არ უნდა დაავადონ თავიანთი პარაზიტული ქმედებებით და ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული სხეული ისე არ უნდა დააზიანონ რომ მე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდეს მისი გამოჯანმრთელება. ეხლა ფაქტი არის რომ ეს პროცესი მიმდინარეობს.
კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, როგორც მადლობა, ნანი მიროტაძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ჩვენ კი ვაგრძელებთ ეთერს, შემდეგი სტუმარი არის უკვე ჩვენთან ხაზზე. კახარია